ჩვენი სტუმარია სასიქადულო ანსამბლი ერისიონი. სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი, მთავარი ქორეოგრაფი ეკა ჭკუასელი, ანსამბლის დირექტორი ვანო ჩხაიძე და ერისიონის მსახიობ მოცეკვავი და სოლისტი ლიკა წიფურია. მოგესალმებით ჩემო ძირფასო. მოგესალმებით ჩემო დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის შემოგვიყვეთ საქართველოს. იცით როგორ მიხარია განსაკუთრებულად თქვენი მომზადება ერისიონის და დიდი მადლობა. თქვენი ოჯახის და იმ დიდი ოჯახის, რასაც ერისიონი ქვია. მithomet ეს დღეს შეგვაქვს ორი მიზეზი და ორი ერთმანეთზე უკეთესი მე ვიტყოდი. ერთი ალბათ უმთავრესი უკავშირდება საოცარ პიროვნებას. ბატონ ჯემალ ჭკუასელს, რომელიც ასე დააკლდა მთელს საზოგადოებას, განსაკუთრებით მუსიკალურ საზოგადოებას და ის როგორც შემოქმედი, როგორც პროფესიონალი და როგორც პიროვნება. და ამასობაში 90 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან, აი საიუბილეო თარიღი, გავიხსენოთ ბატონი ჯემალი პირველ რიგში და აქვე ვთქვათ ისიც რომ 30 მაისს, ანუ სულ რაღაც 6 დღეში ჩატარდება ძალიან საინტერესო კონცერტი, ერისიონი ატარებს მასხადია და ეძღვნება რა თქმა უნდა ბატონი ჯემალის 90 წლის იუბილეს, მაგრამ ჯერ დავიწყოთ პირველ რიგში ბატონი ჯემალისგან. რას ფიქრობთ, ეხლა რა სიტყვა და დღევანდელ დღეს? აი ამ ასაკს რომ მოსწრებოდა, ბევრიც არ დააკლდა, კაცმარო თქვას მე ვფიქრობ იტყოდა რომ ცოტას და დავეწევი ერისიონს ასაკშიო, ხო? რაღაცას გავს. როგორც მე მითხრა, რამდენი წელს გახდიო? თვითონ არ იცოდა 60-ის მეთქიო. მე წავი ნელ-ნელაო. რა თქვენ იუმორი ახსენეთ, ბატონი ჯემალის და ახლა მამას ასე თუ ისე ვიცნობდი, ხო? ეს ხასიათს და აი ძალიან იუმორის ხასიათზე რო იყო ხოლმე. ესე იგი მაშინ რაღაცა უჭირდა როგორ, აი რაღაცაზე ფიქრობდა, რაღაცაზე იყო ის და ამით გადაქონდა ეს მოიშველიებდა იუმორს ამ დროს. ნერვიულობდა რაღაცაზე, ამით იხალისებდა თვითონ თავსაც და სხვასაც და ერთხელ მოვიდა სახში გაბრაზებული და მე და ჩემი ძმა ვარ და ლუდი გამოტანილი და შემოვიდა და ეთქვა არ არის ხასე. აი ბიჭი გლოთები ხართ შენ და შენი ძმაო რა. აი გაიქცა მეორე ოთახში. ცოტა შემოვიდა და გეული ჭიქაბა მეც ერთი შემოგიერთდათ. და შენ არაკის გექნება შენახული რაღაც გამეტანო. თავის დროზე რო არ დაუძახით იმიტომ მაგედან იყო დავიწყეთ გაბრაზდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის და გენაცვალე. ნამდვილად დიდი პიროვნება ბრძანდებოდა ბატონი ჯემალი და საოცრად მიჭიერი ადამიანი იყო. აი თან სიცოცხლით სავსე, საქმისადმი დამოკიდებულება, მეგობრებისადმი დამოკიდებულება, სიმღერის, ну ახლა სიმღერაზე აღარ ვსაუბრობ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას სიმღერასთან და პლუს ქვეყანასთან. ქვეყანა უყვარდა სიგიჟემდე რა. ახალგაზრდებთან იყო, როგორც მათი ტოლი. ისე შეეძლო იმათთან ჩამოჯდომა ლაპარაკი, კეიფი, ყველაფერი. და ის უყვარდა ეს ორი სტროფი. კაც დიდთან დიდ უნდა იყოს, ცოტასთან კიდევ ცოტაიო. ფანტასტიკური ნიჭი ქონდა მართლაც აი როგორ გვიყადრებდა თავს და მართლაც აი ტოლსტორად გვემეგობრებოდა. სულ ცოტა ხნის უკან 18 მაისში შესანიშნავი კონცერტი ჩავატარეთ ოზურგეთში და მოვიფერეთ ჩვენს გურულებს და იმ მის დაბადების დღეზე, ხო? მის დაბადების დღეს სადაც ის ყოველთვის ცოტა რო დაღლას იგზნობდით პირველი აი უცბად გაქრებოდა 2-3 დღე წავიქცეოდა განმარტებოდა გურიაში და მოდიოდა რა ვიცი უშველებელი ენერგიით რა. 20-ში მქონდა ბატონ გიორგი კალანდიასთან შესანიშნავი გამოფენა და დღესაც მიმდინარეობს ძალიან საინტერესო ვიტყოდით და ესევე ეს გამოფენა გადავა დადიანების სასახლეში ივლისში ზუგდიდში და 30 აი დაგვირგვინდება ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში. ჯანსუღ კახიძის სახელობის დარბაზი, სადაც საინტერესო საღამო იქნება, იმიტომ რომ მარტო მომღერლების კონცერტი ერისიონის და ცოტა სხვა მხრიდანაც დაინახავს მაყურებელი ერისიონს. ეკუთვნის ბატონ ჯემალს აი ეს მასშტაბური ღონისძიებები ნამდვილად რა. და ასევე პრეზენტაცია იმ საოცარი დისკისა, რომელიც შენ იხილე და მოგერჩი. შესანიშნავი ნამუშევარია და შინაარსი ხო პირველ რიგში და ვიზუალურადაც აი ყველაფერი არის იმ ხარისხით, რომელიც ერისიონსა და ჯემალ ჭკუასელს იქ არის 80 წლიანი ჩანაწერები ბატონ ჯემალის ხელმძღვანელობის პერიოდში 50-58 სიმღერა, იმ საოცარი გენიოსი მომღერლების მიერ შესრულებული. და დღევანდელი ჩვენი საოცარი ბიჭები, საოცარი მომღერლები, უმჭიერეს ხალხი, ჩვენი ლოტბარის თორნიკი კანელარის შესანიშნავი ნამუშევარი, ბატონ შერმადითან ერთად, სულ არის 100-105 სიმღერა. ეკა ძირფასი თქვენთან უნდა გადავიდე კითხვით. როგორი მამა იყო ბატონი ჯემალი? მოგესალმებით, მამა იყო მართლა განსაკუთრებული, იმიტომ რომ თვითონ ასე ამბობდა ყოველთვის, ნუ ჩვენ დამოკიდებულებაც რაღაცა სხვანაირი ქონდა და ყოველთვის მომიხსენიებდა როგორც ნანატრშვილს, იმიტომ რომ ორი უფროსი ძმა მყავს და რაღაცა განსაკუთრებულად
მანებიურებდა ასე ვთქვათ. და შეეხება დამოკიდებულებას და ჩემი გათხოვების ამბავი და ეს იყო მისთვის ტრაგედია და უნდა ჩავთო იუმორი. მიუხედავად ამერიკაისიძე შევხვდი ამიტომ მიუხედავად. ბატონი ჯევალი იუმორის გარეშე უბრალოდ არ შეიძლება და ერთ გურიაში მიდიოდნენ და რამოდენიმე მანქანით უნდა წასულიყვნენ და ვერ გადაწყვიტა ვის გაყოლოდა ერთ-ერთი ვანიკო იყო და კიდე სხვა მანქანებიც და ბოლოს აღარ ვიცი მე უკვე ვის გაყვა და გზაში ურეკავ რომ მამა რაგენი მეთქი ბოლო ვის გაყევი თქო ვანიკოს გაყევი მეთქი და სიჩუმია და შე რო გაყევი ხვამაშენეო და ეხა მე მაგრამ თავარი ის არის რომ მართლა იქ იყო მანქანა შამეს თვითონ მიყავდა და აი ეს ბოლო ისინი მინდა კიდე გავიხსენო რა შემიძლია ფრთხილად ვიარე მე რა ეხლაც რამდენი შევდივარ დარბაზში და იმ კიბეებს რო აუყვები ხოლმე ანუ ეს უფრო მეძალება რაღაც ამ ბოლო დროს სულ მახსენდება როგორი მითი აი ბოლო წუთამდე სანამ შეეძლო ცდილობდა რომ აერბინა ის კიბეები ნუ ბოლოს აღარ შეეძლო მაგრამ და მე გაჩერდებოდა ეგ და ვიღაცა მიმატებს ყოველდღე ამ კიბესო ვიღაცა მიმატებს ანუ იმას არ ამბობდა რომ მე დახვიდე არა კიბეს ამატებს ლირიკა ჩემო ძირფასო განსაკუთრებული სიტყვა ქონდა შენს მიმართ როგორც პიროვნების და მე უკვე როგორც ძლის მიმართ და შენას მეტყოდი და როგორ გაიხსენებდი ბატონ ჯემალს აი ყოველთვის მგონია რომ როცა გუნდს უსმენ ჩვენი გუნდი მღერის იქ ერთი ხმა არის ბატონი ჯემალის ყოველთვის მგონია რომ აი კულეში როცა გავიხედები ანუ იქ დგას ბატონი ჯემალი რაღაცა მიჭირს წარსულში მასზე საუბარი იმიტომ რომ ყოველთვის მეგონა რომ ამ ადამიანს არაფერი დაემართებოდა იმდენად ძლიერი იყო ჩემთვის ბატონი ჯემალი არის ქვეყნის პატრიოტი მისგან არა მარტო პროფესიული კუთხით ვსწავლობდით არამედ სხვა ჩვენ სახილ მოცეკვავეები სხვა უნარჩვევებსაც გვასწავლიდა რაღაც წვრთნიდა სხვა დისციპლინას გვიყალიბებდა და საკმაოდ გამოგვადგა ცხოვრებაში მისი ყველა დარიგება. რო შემოდიოდა დარბაზში ვერ იტყოდი იმ ადამიანს საერთოდ რაიმე უჭირდა ან რაიმე აწუხებდა. ეს ჩემთვის აი მართლაც რომ სანიმუშო ხასიათია და აი გასათვალისწინებელი როგორ უნდა მოითმინოს ხელოვანმა ადამიანმა ყველა ეს დაბკოლება არ ეყვებოდა მე ბოლო პერიოდში რაც მანამდე არ მიგრძნია და არ აკეთებდა ამას ძალიან ხშირად მირეკავდა და კითხულობდა ლიას მეწახდა ლია როგორ ხარ ბოლო წუთამდე აი არ ვიცი ბოლო დღეებშიც კი სიმღერის ტექსტებს წერდა და მიკითხავდა რომ აი აბა ეს როგორ მოგეწონა ეს როგორ არის აი ეს მე წაიღინებდა ეს მელოდიასაც ყველაფერს არ ვიცი ჩემთვის პირადად ცოცხალია და ბედნიერი ვარ რომ ასეთ ბუმბერას ადამიანს ვიცნობდი და ესეთი ყოველდღიური ურთიერთობა მქონდა მასთან და ტრადიციები უყვარდა აფასებდა იცავდა ამ ტრადიციებს აი ის მინდა გავიხსენო კიდე პირველად რომ მივედი ანსამბლში ჩამათვეს ზუსტად ის გურული ფერხულის ფორმა დამატრიალა მარჯვნივ მარცხნივ პროფილში ყველანაირად ერთი მითხრა მე დავზახა ჯეკოს ხო ცოტა ქუსლის სიმაღლეს მოუმატეო ცოტაო მე უკვე ავწია ქუსლის სიმაღლეც და შენო ჩვენთან ხომ იციო როგორც ხდებაო და უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ჩვენთან დაძმან ცოლქმარიო და მე ანუ მივხვდი როგორ ინარჩუნებს არა მარტო აი ამ კუთხით ცეკვებშიც ყველაფერში აი თვითონ ურთიერთობები ანსამბლში რაღაც ყოველთვის აქცევდა ამას ყურადღებას და ნამდვილად საამაყოა რომ ამ უდიდესი საგანძურის მქონე ოჯახის წევრი ვარ არ ვიცი მართლა მოვლენია ამბივათ უნდა ეთქვას თითოეული მსახიობის მიმართ რა დიდი მადლობა კიდევ როცა გვაქვს საშუალება იმისა ამდენ როცა ოჯახზეა საუბარი ამდენ ოჯახს ძალიან დიდი ესე ვთქვათ შემოქმედი ადამიანები ყავს მოცეკვავე იქნება თუ მომღერალი ჩვენ არ ვანსხვავებთ ამას ეს არის დიდი ოჯახი და მე მინდა თითოეულ ანსამბლის წევრს დიდი მადლობა უთხრა იმისთვის რომ ესე გვიდგან ამ გვერდით მადლობა და მადლობა ასევე ყველას ვინც გვერდში გიდგათ რომ აი ეს საქმიანობა განახორციელო და მათ შორის ის კონცერტი რომელსაც სულ მალე ჩაატარებთ ეს ყველაფერი ეს რაც ვქენით ეხლა და რასაც ვაკეთებთ ამ პროექტთან დაკავშირებით ბატონ ჯემალ ჭკვასელის იუბილეისთან დაკავშირებით ძალიან
გვერდით დაგვიდგა სახელმწიფო, დაგვიდგა გვერდით კულტურის სამინისტრო, მერია და ამისთვის ყველა იმ ადამიანს დიდი მადლობა მინდა უთხრა და პირადად თქვენ კიდე შემოგია დიდი მადლობა თქვენს დიდ ოჯახს ყოველთვის გვერდით ესე ამდენი წლის განმავლობაში ესე ერთად მოდიოთ ერთმანეთის გაიხარეთ. ახლა რაც შეეხება სიმღერას, რომელიც დღეს უნდა აჟღერდეს, ჩვენ მართლაც გამორჩეული თარიღი გვიახლოვდება სულ რაღაც 2 დღეში ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავთ 26 მაისს. ბატონი ჯემალი როდესაც ახსენებდა სიტყვას ჩაკრულო, რომელიც კოსმოსში ხმიანობს, აი თითქოს გესმოდა ის ხმა კოსმოსიდან ძალუმად გამორტყორცნილი და მთელ სამყაროში აჟღერებული. ბატონი ჯემალის მსგავსად თითქოს ვერავინ იგრძნობდა და ვერავინ გამოხატავდა თუნდაც სიტყვიერად მასშტაბს ამ საოცარი სიმღერისა და მოდი ჩაკრულო დააგუგუნოს დღეს ჩვენი შოუს სტუდიაში ერისიონმა და წინასწარ მიულოცოთ თითოეულ ქართველს ჩვენი უსაყვარლესი სამშობლოს დამოუკიდებლობის დღე. აი, იდის თავს შევკრათ პირობა ჩვენ გავხდეთ ხიძლი ზმანია ჩავხდეთ მხრან ბატონსა თავს დავანგრიოთ ბანია
Sia,